Რუიანი დაბრუნდა ეთერში სტუმარი დავით უსუფაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე რესპუბლიკური პარტია. Ბატონ დავით, თქვენი განწყობა, რაც პირველ ნაწილში გამოიკვეთა, არის ის, რომ ხართ მრავალფეროვანი პარლამენტის მომხრე, რომელიც პროფესიონალებით იქნება დაკომპლექტებული. არსებობენ თუ არა პოლიტიკურ სპექტრში დღეს ისეთი პოლიტიკური ძალები, რომლებსაც თქვენ ხაზგასმით ვერ უსურვებდით წარმატებას და რომლებია ასეთი? მე ვერ უსურვებ წარმატებას იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ქვეყნის ფუნდამენტურ სტრატეგიულ ინტერესებს ვერ აცნობიერებს, ისე როგორც მე ხედავ რომ სწორია, თუმცა მას აქვს უფლება ვიღაცას როცხადია მე დავამბოს იგივე ბრალი. და კიდევ უფრო ვერ ვცემ პატივს და ვერ უსურვებ წარმატებას იმ პოლიტიკოსებს და პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც თამაშობენ რაღაც ძალიან სერიოზული თემებით. ეს ქართული ფენომენი არ არის, ეგ ავიხედოთ ამერიკის შეერთებულ შტატებში რა ხდება და იქ განსაკუთრებით ერთ-ერთი კანდიდატის მხრიდან პოლიტიკურ დისკურსში, პოლიტიკურ დებატებში როგორ არის შემოტანილი ფაქტიურად ყველაფერი. ოღონდ დამორჩეულის ყურადღება მივიპყრო, ოღონდ ვიღაცამ ხმა მომცეს და მე წავშლელი ვარ ყველაფერზე. ამის თაობაზე კიდევ საერთაშორისო გამოცდილებას თუ შევხედავთ, ბრიტანეთში საკმაოდ სერიოზული გაკვეთილი მივიღეთ, როდესაც ტაქტიკური მოსაზრებებით წამოწყებულმა კამპანიამ ბოლოში დიდი ბრიტანეთი მიიყვანა აგერიმ გადაწყვეტილებამდე სადამდეც მივიდა. ანუ შეიძლება შედეგიანი იყოს. აქედან გამომდინარე მოკლევადაში თუნდაც. შედეგიანი იყოს და სახიფათო იყოს. ამიტომ მე ისე თქვა მინდა, როდესაც საუბარია ქვეყნის უსაფრთხოებაზე. აქ ჟონგლიორობა რაღაცა თემებით, რომელიც შენთან არ გჯერა რომ ეს სწორია და მისაღწევია, მაგრამ ხედავ რომ მოსახლეობის რაღაც ნაწილისთვის შეიძლება ეს იყოს მომხიბვლელი. და მოდი ამას გავაკეთებ ახლა მე ახლა ამათხრებს მივიღებ. და ნუ მე შეიძლება მთლად ესე არ მოვიქცე. აი მაგალითად. ამ მიმართულებას საერთოდ ვერ ვცემ პატივს. და კიდევ ერთი, ნუ მიწყენენ ასევე ადამიანები, რომლებიც პოლიტიკაში ახლიდან შემოდიან, ყველა ჩვენ როდესღაც ახლიდან შემოვედით პოლიტიკაში, მაგრამ როდესაც პოლიტიკაში შემოდიან ადამიანები, ლიდერები, არ ვიცი, საზოგადოებრივად წარმატებული პიროვნებები და რაღაცა სამ თვეში მერე ქვეყნის აყვავებას გვირდებიან და მზად არიან აიღონ ყველა პასუხისგებლობა, ჩაიბარონ ქვეყანა და მართონ და წაიყვანონ და გააწყინონ სადღაც. აი ამათაც ვერ ვცემ მაინც. ბურჟუაზია ყავს ხედულობაში სავარაუდოდ. ეხა ბოლოში კი. ამიტომ მე მინდა წარმატება უსურვო ამ არჩევნებში პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც თავისუფალნი არიან რაღაცა აი ამ უპასუხისგებლობისგან, პასუხისგებლიანი არიან. უბლოკო სტატუსი. და არ უნდა იყოს ქვეყანაში სხვა არც ერთი ქვეყნის სამხედრო ძალა. ნინო ბურჯანაც. მაშინ როდესაც აგერ დგას იმ ქვეყნის სამხედრო ძალა. და აგერ არის უკვე აქ დგას. რას შევს უბლოკო სტატუსი? უბლოკო სტატუსი ჩაუბარდეთ რუსეთს. ამას ნიშნავს. მეორე მხრივ ეს სუპერ პოპულისტური იდეები, რომ მოდი ხალხს მივცეთ უფლება, თუ კი რამე არ მოეწონება, ეგრევე გააუქმოს. ჩაატაროს ადგილობრივი რეფერენდუმი, მინისტრი გადავაყენოთ კანონი, გავაუქმოთ და მთავრობა გააუშვათ ყველაფერი. აი ხალხო ხედავთ, რას პირდებათ ის პოლიტიკოსი და ლიდერი, თქვენს ხელში იქნება ძალა. უკაცრავად და თუ ხალხის ხელში ტოვებ ძალას, მაშინ შენ რატომ რაში მჭირდები? შენ რაში მჭირდები პარლამენტში? მაშინ მივცეთ ხალხს ძალა და თვითონ კანონსაც მიიღებს, გადაწყვეტილებებსაც მიიღებს. აი ესაა ჟონგლიორობა. რომ ხალხის მოხიბვლისთვის, აი თქვენ გექნებათ ყველაფრის უფლება. ოღონდ მე ამირჩიეთ, იქ დავჯდები მაღლა სადმე. და მე თქვენ გექნებათ ყველაფრის უფლება. ანუ რა, მე პასუხისგებლობას არ ვიღებ არაფერზე. მე თქვენ თუ არ გადამაყენეთ, აი ვიჯდები აქ. ეს ხო სახელმწიფოებრივი ცხოვრების ისეთი და ესე თავდაყირა დაყენება. თქვენ მიგაშინეთ რომ ეს არასერიოზულია პოლიტიკოსების მხრიდან. მაგრამ შესაძლოა იყოს შედეგიანი. იმ ტიპის პოპულიზმი, რომელმაც ბევრი საზოგადოება დროებით ააცილა განვითარების სწორ გზას და მე ვისურვებდი რომ ქართულმა ხალხმა ეს კარგად დაინახოს. ან ეხლა რა მიშლის მე აი თქვენს ეთერში რომ მკითხოთ ახლა რესპუბლიკური პარტია რას პირდება მოსახლეობას? აუცილებლად უნდა ვიკითხო ფინალში მაინც. ვიღაცა პირდება მას 50 ლარით მოგიმატებთ პენსიებზე. რა მიშლის მე რო თქვა 1000 ლარით მოგიმატებთ მეგობრებო, რას ქვია 50 ლარი როგორ გაყოფათ 1000 ლარით მოგიმატებთ პენსიებზე. დაპირება, უსაგნო დაპირება, ეს ხო უნდა შევძლოთ, გავარჩიოთ ერთმანეთსგან. ყურს ხვდება ხო კარგად, და რა კარგია ეს ამას პირდება. აი სხვათა შორის. და დავინახო პოლიტიკური ცხოვრება ამ ქვეყანაში, როდესაც ჩვენ შევძლებთ არსობრივ კამათს,
მაგალითად, ჯანდაცვის სისტემა დღევანდელი მოგწონს, მივახციეთ წარმატებას. მე მგონია, რომ სერიოზულ წარმატებას მივახციეთ. ჩემს გარშემო უამრავ ადამიანს ხედავ, ვინც ვერასოდეს ვერ შეძლებდა იმ მომსახურების მიღებას სამედიცინო დაწესებულებებიდან, რაც მიიღო ამ ახალი სისტემის გამო. მაგრამ მე მინდა ეხლა ვეპაექრო მას, ვინც ამ სისტემას ხარს უჭერს, რომ ეს რამდენად გრძელვადიანად გამოგვადგება. ხომ არ არის დრო და უკვე დაგვიანებულიც კია. გადავიდეთ იმაზე, რომ მაგალითად საჯარო სამსახურში დასაქმებული ხალხის საპენსიო დაზღვევის სისტემა სხვა რესურსებზე გადავიყვანოთ. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ხო ყველამ ვიცით, რომ სახელმწიფო ვერ გაწუდება ამას სულ და ბოლომდე და უსაშველოდ. ესე იგი დროა გადავიდეთ, ამაზე უნდა ვიმსჯელოთ ჩვენ. და პოლიტიკური დებატები ამაზე უნდა იყოს. თუმცა აი ბატონ დავით, თქვენ თავას თქვით, რომ პოპულისტურია რაღაცა კონკრეტული იდეები და ყველა ის ძალა, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ და ვიცანი ახლა მე თქვენ არ დაგისახლებთ, მაგრამ ჩემი აზრით თქვენ ჩამოთვალეთ პატრიოტთა ალიანსი ბურჭულაძე, ასევე ნინო ბურჯანაძის იდეები უფრო მეტი პროცენტული მაჩვენებელი აქვთ ზღვართან ახლოს, ბარიერთან ახლოს, ვიდრე რესპუბლიკურ პარტიას. აი ამ თვალსაზრისით თქვენ სად აგებთ? აი რა კომუნიკაციას რას ვერ ახერხებთ? ბოლო კვლევების მიხედვით. ვის რა გვაშორებს, რომელ კვლევას ვინ ეყრდნობა ეს სულ ეს კვლევა მაქვს სულ ბოლო მხედველობაში. რომელზეც კომენტარები ძალიან ისეთი თემა. მე არ ვამბობ, რომ რესპუბლიკურ პარტიას აგერ 25% გვიდევს ჯიბეში და მორჩა და ამითი გავავლით და ასე შემდეგ. მაგრამ არც ის გონია, რომ თქვენს ვერ ჩამოთვლილ პოლიტიკურ ძალებს იმ ტიპის ფარდობითი უპირატესობა აქვთ, რომ ესე იგი ჩვენ მორჩა და წავიშალეთ. ამასთანავე გამოქვეყნდა ფინანსური მონიტორინგის შედეგები და მე მგონი 4 მილიონი ლარია დახარჯულიო ივლისში ყველა პარტიის მიერ საარჩევნო კამპანიის დროს. 4 მილიონი ლარიდან დახარჯულიდან რესპუბლიკური პარტიის წილად მოდის 5000 ლარი. 4 მილიონი ლარი დახარჯა ყველა დანარჩენმა, 4 მილიონი. ჩვენ დავხარჯეთ 5000 ლარი გასული თვის განმავლობაში. კარგი არ არის. ეს რეალობა, ეს ფაქტია. იმისთვის რომ ამ ტიპის სტერეოტიპები თუ ამ ტიპის დამოკიდებულებები შეიცვალოს, რესპუბლიკურ პარტიამაც მეტი უნდა ვიმუშაოთ და მათაც ვინც თulis რომ რესპუბლიკური პარტია საჭირო კომპონენტია ჩვენი სახელმწიფოური პოლიტიკური ცხოვრების. შესაძლოა ცოტა მეტად უნდა იფიქრონ ამაზე. იმიტომ მე აგერ ღიად გეუბნებით, ჩვენ დაახლოებით ამ ტემპით და ამ ფინანსებით გეგმავთ არჩევნებამდე მისვლას, იმიტომ რომ სხვა არ გვაქვს. იმიტომ რომ ადამიანები თვლიან რომ ხო ეს ახლა პარტიამ თვითონ უნდა მოაგვაროს როგორღაც უსუფაშვილი აი პარლამენტის თავმჯდომარეა ახლა გაუჭირდება რაღაცას ფული გამოართოს. მაგერ გეუბნებით არავის მე ფულს არ ვართვევ. თუ ვინმე შემომთავაზებს დიდი სიამოვნებით ვესაუბრები და გჭირდება ვამბობ. გჭირდება ჩვენ ფული. ჭირდება ჩვენი ნათქვამის მიტანა ამომრჩევლამდე, ჩვენი ნააზრევის, ჩვენი პროგრამის განმარტება საზოგადოებისთვის. თქვენი ეთერის მეშვეობით მე ვიცი რომ არჩევნებს ვერ მოვიგებთ. ვერც რესპუბლიკური პარტია და ვერც მე მაჟორიტარულ ოლქში ბახტრიონი, დოლიძე და ასე შემდეგ ქუჩებს ბოლომდე არ ვასახელებ ხოლმე და მსაყვედურობენ იოსებიძე და ძალიან ბევრი კარგი სხვა ქუჩა. ამას ჭირდება რა თქმა უნდა სახსრები. მაგრამ ვიღაცა ხარჯავს 4 მილიონს ამ საქმეში მე 5000 დავხარჯეთ და ისიც დროშების შესაძენად ხელფასი არავის არ მიგვიწია და ვერ ვაძლევთ და ამ ვითარებაში მაინც ვზად ვარ შევეჯიბროთ. რატომ იცით? იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს მთავარი, ჩვენ გვაქვს პოლიტიკური კვალიფიკაცია, ჩვენ გვაქვს პოლიტიკური ხედვა, ჩვენ გვაქვს პოლიტიკური შრომის უნარი დემონსტრირებული და ასე შემდეგ. და მე მგონია რომ ქართველი ხალხისთვის ეს უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე აი დღემდე მიტანილი ბროშურები და არ ვიცი დიდი ღონისძიებები და უფრო ისეთი დიდრული კლიპები და რაღაცები და ამითი მოხიბლა. ნუ კი, არჩევნებში, ისევე როგორც სხვა სფეროში, რეკლამის ძალას მე არ ვაკნინებ, თქვენს ეთერშიც უამრავი რეკლამა გადის და როგორც კომერციული თვალსაზრისით რეკლამას აქვს მნიშვნელობა, ისეა პოლიტიკურ ცხოვრებაში. რასაც შევძლებთ, გავაკეთებთ. ვის რა შანსი აქვს, ვინ რამდენს იზავს, გააკეთებს. მეც და რესპუბლიკელებიც ხშირად ვსაუბრობთ, რომ ჩვენ მარათონელები ვართ. ერთი არჩევნებით არ და ვერ ვზომავთ ამ ამბებს და ასე აღზევებული და მერე სადღაც გამქრალი და რო ვეღარ იპოვი ხოლმე ისეთი მოძრაობები და ლიდერები მაგის მეტი რა გვინახია გახსოვთ სხვადასხვა ისინი ისეთი მაგარი ბიჭები ვიღაცებს თითები რომ დაემტრიათ თუ კბილები ხო და მთელი ამბები თავარი რა არის რომ სწორედ ჩვენი დამსახურებითაც ოცნებელ პარტნიორებთან ერთად და აქვე არავის არ უკარგავ არაფერს ჩვენ მივახერხეთ ის რომ დღეს საქართველოში არის თვისობრივად
ორჯერ და სამჯერ, შესაძლოა 10 ჯერ უფრო მეტი პოლიტიკური თავისუფლებები, მეტი მედია თავისუფლება და მე იმედი მაქვს, რომ მეც და სხვებსაც მოგვეცემა საშუალება საზოგადოებას კარგად დავანახოთ ჩვენი პლუსებიც და ჩვენი მინუსებიც. ამიტომ მე კიდევ ვიმეორებ, რომ მზად ვარ ნებისმიერი წამყვანი პოლიტიკური ძალის ლიდერთან. დავსხდეთ დებატებში და აი აქ ვისაუბროთ. აი აქ, სადაც ვიღაცის 4 მილიონი და ვიღაცის 4,000 კი არ არის გადამწყვეტი. ვიღაცის აზრები და კონტრარგუმენტები და არგუმენტები. ბატონ დავით, თქვენ პირველად არ ამბობთ ამას კვირიკაშვილს კიდევაც მიმართეთ თქვენ დებატში დაჯდომის სურვილით. არ ვიცი, ბაქრაძესაც, ბატონ ბურჭულაძესაც, ბატონ ალასანიასაც, ბატონ ყველას ვისთანაც. ჩვენი სივრცე ამისთვის მზად იქნება წინასაარჩევნოთ და იმედი გვაქვს, რომ ეს აუცილებლად მოხდება. აქ ვიქნები, როგორც კი დამიძახებთ ასეთ ღონისძიებაზე. თუმცა მე მაინც მინდა კითხოთ ასეთი რამ, რომ როდესაც თქვენ ამბობთ, რომ რესპუბლიკური პარტია მოიაზრებს ქვეყნის მართვას სხვა პოლიტიკურ ძალებთან ერთად. ნაცადი ყველასთან გაქვთ თანამშრომლობა. შესაბამისად თქვენი გზები ყველა მოქმედ პარტიასთან, ვისაც პერსპექტივა აქვს საერთოდ ხმების აღების, სხვადასხვა დროს გაყრილა თქვენი გზები მათთან. აი, როგორ ხდება ხოლმე ეს ისევ უკან დაბრუნება და ისევ იგივე ეგრეთ წოდებულ წყალში შესულა თუ შეიძლება თქვა. ამ პროცესში მე მინდა რომ ცოტა სხვანაირად დავინახოთ ვითარება. რესპუბლიკური პარტია აი ამ ნაწილში არის ერთადერთი, არა იმაში რომ განუმეორებელი ვართ და ყველაზე მაგრები. არა, ბევრ ამაში სხვა გჯობია ალბათ, მაგრამ აი ამ ნაწილში ეს ისტორიული ფაქტია, რომ ვართ ერთადერთი, რომელიც რაც კი თავი ახსოვს დამოუკიდებელ საქართველოს და იმის იქით არა დამოუკიდებელ საქართველოსაც თუ ვინმეს რამე ახსოვს, აი იქიდანაც, მაგრამ დამოუკიდებელიდან ხო ყველას რაც ახსოვს, აი ამ დინარეში მიცურავს თავისი მომცრო, მაგრამ სოლიდური ნავით პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჩვენ მივცურავთ სულ. არასდროს არც ჩავძირულ ვართ, არც გავრიყულად, მივცურავთ ამ პროცესში. ხან ვიღაცა გვიერთდებოდა, ხან ვიღაცას უერთდებოდა, მე ეს ვიღაცა მიდიოდა. ან ეხლა მე 1995 წელს თავისუფალ დემოკრატებთან ვერ გვექნებოდა პოლიტიკური ალიანსი, იმიტომ რომ ალასანია და თავისუფალ დემოკრატები პოლიტიკურ სივრცეში გამოჩნდნენ 2008 წლის შემდეგ. მას შემდეგ სხვათა შორის, რაც მე პირადად ჩავედი ნიუ-იორკში, მოუძებნე გაეროს ელჩი, გაეროს საქართველოს ელჩი ირაკლი ალასანია და მქონდა სერიოზული საუბარი. ჩამოდი საქართველოში, დავდგეთ ერთად, შენ იყავი ლიდერი, შენ იყავი წინ, ჩვენ ვიქნებით გვერდში და უკან და დავიწყოთ საქმე. და ხა 2008 წლამდე ვერ მექნებოდა პარტნიორობა მათთან. ახალი მემარჯვენეები შეიქმნენ, როცა შეიქმნენ. ამიტომ რაღაცა პერიოდში კი რესპუბლიკურ პარტიასთან მათაც მოწ. ამიტომ რესპუბლიკურ პარტიას კი არ უწევდა ვიღაცეებთან ურთიერთობა. მოდი სხვანაირადაც დავინახოთ. ვიღაცეები, კარგი გაგებით ვიღაცეები და რა ცუდი გაგებით, ამ პოლიტიკურ პროცესში სულ ხედავდნენ რესპუბლიკურ პარტიას როგორც საჭირო პარტნიორს. ოპოზიციურ ვითარებებშიც და ახლა ბოლო კოალიციურ ვითარებაშიც კიდევ იცის ეს მთელმა საქართველოს ღმერთი რჯული საერთოდ არანაირი კონტაქტი არაფერი არ ქონია ბიძინა ივანიშვილთან, არც პერსონალურ დონეზე, არც იმ დონეზე, არც ამ დონეზე. გადავშალი გაზეთი, მიფრინავდი სადღაც ყირგიზეთში მიფრინავდი, მე მგონი რაღაც საკონსულტაციო თემაზე პროექტი მქონდა და გადავშალი გაზეთი და განცხადება რესპუბლიკელებთან მინდა პირველ რიგში სტრატეგიული პარტნიორობაო. ვერ შევხვდი ამიტომ მე როგორც კი ეს თქვა, იმიტომ რომ მე აეროპორტის გზაზე ვიდექი და გავფრინდი სადღაც. იქიდან რო ჩამოვედი შევხვდი. ასე შორიდან გაიგეთ დაშორების საკითხიც ბატონ დავით. დაშორების საკითხი უფრო ახლოდან გავიგეთ, მაგრამ ამ დაშორების საკითხზე უფრო მეც 8 ოქტომბრის მერე ვისაუბრებთ, იმიტომ რომ ახლა მნიშვნელოვანი ისაა რესპუბლიკური პარტია რას აპირებს და რას გააკეთებს ქვეყნისთვის, ამ არჩევნებზე რატომ არის აუცილებელი, რომ ამ არჩევნებმა ასე არ იფიქროს, რომ ეხლა ეს ცნობილი ის არის ხოლმე, რომ კი მარა ხო კი მივცემთ ყველაზე აუშავს კარგად ლაპარაკობს მომზადებული ახალგაზრდა ასეც მეძახდნენ აღარ ვარ ისეთი ახალგაზრდა მაგრამ ნუ ესენი ხო მაინც ვერ იქნებიან ხელისუფლებაში და ნუ რა აზრი აქვს ეს ჩემი ხმა ხო დაიკარგება აი ასე თუ ვიფიქრებთ რომ სანამ ცოტანი ვართ რა აზრი აქვს ჩვენს ერთად დგომას მაშინ არასოდეს არაფერი არ მოხდება არსად იმიტომ რომ ყველა ეპოქაში ყველა სიახლეს ყველა სწორ იდეას თავიდან ხარს უჭერდა ვინ? ცოტა. მე ცოტა მრავლდებოდა. 40 წლისი რესპუბლიკური პარტია რომ ამბობდა რომ თავისუფალი უნდა იყოს საქართველო, მაშინ ამ იდეას ცოტა მხარს უჭერდა. ბევრს ეს ეჩვენებოდა ქვეყნის ღალატად, იმიტომ რომ ბევრს მაშინ საბჭოთა კავშირი მიაჩნდა თავის ქვეყნად. და კიდევ უფრო ბევრი დაძლევდა ამ ხალხს დასაჭერად. და ასე მოყოლებული რომ მოვდივართ, დიახ, დღეს მე არ მეთაკილება რომ მივმართო ჩვენ სამორჩეველს. დიახ, მეგობრებო,
ვისაც გიჩნდებათ იმის განცდა, რომ 8 ოქტომბერს რესპუბლიკურ პარტიას უნდა მიცეთ ხმა, მის კანდიდატებს უნდა მიცეთ ხმა. დიახ, მიმოიხედეთ და დაინახავთ, რომ ჩვენსავით, როგორც პოლიტიკურ სივრცეში, თქვენს გარშემო ცოტანი ხართ. ბევრი მიყვება სხვადასხვა გზებს. მაგრამ ჯერ ერთი ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ სუსტები ვართ, ცოტანი ვართ, იმიტომ რომ ამ ეტაპზე შესაძლოა ჯერ კიდევ სხვები ვერ არ იზიარებენ ჩვენს მოსაზრებებს და უნდა თამამად გადავდგათ ნაბიჯები და ჩვენ ცოტა უნდა შევაგროვოთ ეს სხვები, რომ ბევრი მივიღოთ. ბატონ დავით, აი ხა აქ რომ გიორგი კვირიკაშვილი იყოს, არ ვიცი ხა ეს შედგება ოდესმე თუ არა ეს დებატი, მაგრამ აი რა გაქვთ მასთან სათქმელი, როგორც ოცნების ლიდერთან, როგორც პრემიერ-მინისტრთან? გიორგი, გამარჯობა, როგორ ახარ? როგორ აპირებ ამ არჩევნებში გამარჯვებას? ამას ვკითხავდი პირველ რიგში. არ ვიდა ჰიპოთეტური ამბები, ეთერში შევხვდებით მე და გიორგი და არა უეთეროთაც. ეს მე არაერთხელ მithქვამს, რომ მე პარლამენტის თავმჯდომარე ვარ, კონკრეტული ფუნქციები მაქვს ამ პროცესში. ეს პერიოდის წაკამათებამ ხომ არ იმოქმედა ურთიერთობაზე, პირად ურთიერთობაზე, გააქვთ აქტიური კომუნიკაცია? იცით როგორ არის? მე მინდა დავამშვიდო ყველა საქართველოს მოქალაქე, რომ სანამ პარლამენტის თავმჯდომარე ვარ მე, სანამ პრემიერ-მინისტრია გიორგი კვირიკაშვილი, სანამ პრეზიდენტია გიორგი მარგველაშვილი, ჩვენ ქვეყნის ინტერესებს არ გადავაყოლებთ არაფერ სხვას. სახელმწიფოს მართვის პროცესში არ იქნება არანაირი შეფერხება. ეს აღარ გვეკადრება, არ ვართ არც ისე ახალგაზრდები და არც ისე არ ვიცი, უკვე გადასული რაღაცა არ ვიცი სხვა თემებზე, რომ ეს ვერ გავიაზროთ. ჩვენ გვექნება მწვავე კამათები, ხან დავეთანხმებით ერთმანეთს, ხან არ დავეთანხმებით, ხან საარჩევნო პროცესში კვირიკაშვილის ამოცანაა ოცნებისთვის რაც შეიძლება მეტი ხმის მოტანა. ჩემი ამოცანაა რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერების რაც შეიძლება მეტად დარწმუნება იმაში, რომ დიახ თქვენ მართალი ხართ, თქვენ სწორი ხართ, მომეცით ხმა. ამ პროცესში კონკურენცია იქნება, მაგრამ იმ ვითარებებისგან განსხვავებით, როდესაც პოლიტიკური ლიდერები საკუთარ რაღაცა პერსონალურ თუ პარტიულ თუ ჯგუფურ პოლიტიკურ ინტერესებს წინაყენებდნენ და ამის ხარჯზე ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ, რაღაცას გადაწყვეტილებას არ იღებდნენ, ფეხს უდებდნენ სადღაც, გამოკრავდნენ, ან საერთაშორისო ასპარეზზე წავიდოდნენ და იქ ესე იგი ოღონდ ვიღაცამ წარმატებას ვერ მიაღწიოს. ასეთი რამ არ იქნება. ჩვენ ცოტა სხვა გამოცდილების და ხედვების ხალხი ვართ და მე კიდევ ერთხელ ვარწმუნებ ყველას, ვისაც ოდნავ მაინც ეს განცდა აქვს, რომ ამ საარჩევნო პერიოდში არ მოხდეს რაიმე ისეთი წრეგადასული დაპირისპირება. ასეთი რამ არ მოხდება, სანამ ის ვითარება, რომელიც მე მოგახსენეთ. მე ამ პროცესში სხვა ლიდერებისგან ვხედავ პრობლემებს. მე არ მინდა რომ უცხოეთში გაქცეული თუ გადახვეწილი თუ არ ვიცი, ავანტიურისტული გეგმებით დაკავებული ყოფილი ლიდერები თუ დღევანდელი ლიდერები, აი მათი თემებზე ვიყოთ ყურადღებით, სამწუხაროდ ნაციონალურ მოძრაობამ ვერ დააღწია თავი აი ამ უბედურებას, რომ ვისაც კი აქ უნარი საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ყველაფერზე წავიდეს. და არის ასეთი ხალხი. ამ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, პრეზიდენტი გაძლევთ მათ ნაცვლადაც, ორი გიორგის ნაცვლად პირობას, რომ ეს იქნება პოლიტიკური პაექრობა, ეს იქნება კონკურენცია, ეს არ იქნება მტრობა, ეს არ იქნება კანონის დარღვევის ხარჯზე და რაღაცა ზნეობის და ეთიკის ნორმების ხარჯზე დარღვევები. დანარჩენი მე ყველას ვეუბნები, ვინც პოლიტიკური ოპონენტია, მარგველაშვილს ასვერჩი არ არის პოლიტიკური ოპონენტი ამ არჩევნებში, რომ დიახ ვიქნებით მწვავე, ნუ გაუკვირდება ნურავის, მათ შორის ოცნების წარმომადგენლებს. რომ ეხლა ზოქსის აი ესე რატო ლაპარაკობენ? თუ რამე ვთქვი ისეთი, რაც კოალიციურ რეჟიმში შიდა სისტემაში არ მithქვამს, ან არ მიმიწერია, ან არ გამემახვილებია ყურადღება, მაშინ მოვიდნენ და მითხრან, რომ ეხლა აგეხილა თვალები საჯაროდ რომ ამას ლაპარაკობ. თუ კი რამე ვთქვი ასეთი, დანარჩენზე მზად ვიყოთ ძალიან მწვავე პაექრობისთვის. იმიტომ რომ ამ მწვავე პაექრობაში უნდა დავანახოთ სიმართლე ხალხს და მივცეთ თავისუფალი არჩევანის საშუალება. დიდი მადლობა დავით უსუფაშვილი, რესპუბლიკური პარტიის ლიდერი, პარლამენტის თავმჯდომარე, პასუხობდა რუიანის შეკითხვებს. დღეს ამით დასრულებულია, ხვალამდე გმადლობთ. Good luck.